ჭიათურელმა მაღაროელების ნაწილმა პროტესტის ნიშნად 12 მაისის ღამე მთავრობის კანცელარიასთან გაათენეს, მათგან 3 მერაბ გულიაშვილი, გოჩა კუპრეიშვილი და ირაკლი ჯიქიძე უკვე 17 დღეა შიმშილობს. ისინი ჭიათურაში 29 აპრილს დაკავებული 4 მაღაროელის მერაბ სარალიძის, აჩიკო ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძის და თენგო გველესიანის გათავისუფლებას და ჭიათურაში არსებულ ვითარებაში გასარკვევად ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის ჩარევას ითხოვენ. იმ უკანონო ბიჭების დაჭერასთან დაკავშირებით ჩამოვედით და ვითხოვთ უკანონო ბიჭების, ჩვენი მეგობრების, ჩვენი თანამებრძოლების, ჩვენი თანაქალაქელების, ჩვენი პატრიოტი ადამიანების, ჩვენი ჭიათურელი ღირსეული ბიჭების გათავისუფლებას და მეორე მოთხოვნა. აქ ჩვენ არა ვართ იმის გამო, რომ ვინმეს ინფორმაცია მივაწოდოთ. მეორე მოთხოვნა და მთავარი არის უშუალოდ პრემიერი ან მისი წარმომადგენელი ჩავიდეს ჭიათურაში და უშუალოდ მშრომელებს გაესაუბროს და მათგან გაიგოს რეალური მიზეზები, რა ხდება ჭიათურაში რეალურად. რა ჭირდება იმ პროცესებს, რომ ჩვენ დავსაქმდეთ, მაღარო მიმუშაოს, ყველაფერს გააცნობენ ადგილზე ჭიათურაში. მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში 28 თებერვალს მაღაროებში შეჩერებული სამუშაოების ფონზე დაიწყო. პროტესტის მონაწილეების თქმით, მათ მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვთ ქალაქში. მომუშავე კერძო კომპანია ჯორჯიან მანგანეზი კი მათ ინტერესებს არ ითვალისწინებს. 24 აპრილს მაღაროელებმა დამსაქმებლისგან შეთავაზება მიიღეს, რომელიც კომპანია ჯორჯიან მანგანეში რეორგანიზაციის პროცესსა და მუშაობის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივებს ეხება. მაღაროელების თქმით, ჯორჯიან მანგანეზის შეთავაზება მთლიანად დამსაქმებლის ინტერესებზეა მორგებული და დასაქმებულთა საჭიროებებს არ ითვალისწინებს.